საქართველო 2011 წელს დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა. უცხო ქვეყანაში 2 წელიწადზე მეტხანს არალეგალურად ცხოვრობდა, რის გამოც დეპორტაცია შეეხო და თებერვალში სამშობლოში დაბრუნება მოუწია. როცა ეგონა რომ უკვე ყველაფერი დასრულდა და თბილისში შემოსავლის გარეშე დარჩა, ადვოკატმა მისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ დოდოს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის დაწყების შანსი ჰქონდა. როდესაც სადეპორტოდან გამოვდიოდი, იქ მომაკითხა ადვოკატმა, მითხრა თუ კი რამე თქვენ შეგიძლიათ რომ აი თქვენი მცირე ბიზნესი ან აღადგინოთ ან რაღაცის, ჩვენ შეგვიძლიათ თქვენ არის საორგანიზაციო მობილურობის ცენტრი თბილისში და მიაკითხეთ იმ მისამართზე. გავიგე ეს მობილურობის ტელეფონი, ძალიან მშვიდად შეხვდა ქალბატონი, მითხრა მოგწანდი ადგილზე, გავესაუბროთ, ნამდვილად მივედი, იმდენია ისეთი რწმენით, ისეთი სიხარულით, უფრო იმ ტემპში წავიდა მუშაობა, რომ იმდენად თკნილად მესაუბრებოდა ეს ქალბატონი, უფრო იმაში ჩავარდი, რომ რაც შეიძლება მალე გამეკეთებია ეს ყველაფერი და მართლაც ზუსტად 2 თვის განმავლობაში, რასაც უყურებთ აქ, ყველაფერი არის აი ახლიდან დაწყებული. მე ყველას უსურვებ, ჩემ ქართველ ემიგრანტებს, მართლაც დაბრუნდნენ თავის საქართველოში და შეუძლია ყველამ თავის ბიზნესი გააკეთოს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების მხარდასაჭერად რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის პროექტი საქართველოშიც ამოქმედდა. პროექტის მიზანია ყოფილ ემიგრანტებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ და ამ მიზეზით ქვეყნის დატოვებაზე აღარ იფიქრონ. პროექტით გათვალისწინებულია არაუმეტეს 3000 ლარისა გრანტის გაცემა და სწორედ ქალბატონი დოდო გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იმისა, რომ იგი შვეიცარიდან დაბრუნების შემდეგ მოვიდა ჩვენთან, განვიხილეთ მხარდაჭერის შესაძლებლობები და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ გამართლებული იქნებოდა მისთვის მცირე ბიზნესის წამოწყებაში დახმარება და მან თავის კუთვნილ ფართზე განაახლა ასე ვთქვათ მინი კაფე ბარი და გთხოვა დახმარება ფინანსების ნაკლებობის გამო ამ ბარის აღჭურვაში. ვფიქრობ, რომ აი ეს ასეთი კარგად მოწყობილი ბარი გარკვეულ წინაპირობას ქმნის იმისათვის, რომ ბარის საქმიანობა იქნება მომგებიანი და შემოსავლის წყარო გაუჩნდება ქალბატონ დოდოს, რაც ამ პროექტში ჩვენი მთავარი მიზანია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მობილურობის ცენტრის მეშვეობით უკვე დაეხმარა 178 ბენეფიციარს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის დასრულების შემდეგ ამ მიმართულებით საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელებას გეგმავენ. პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება.